გიორგი, ეხლა ეს იმედი და პოზიტივი რო დასახცირეს, რა მოხდება? პირველ რიგში მათ მომსახურებას შეუწყვეტენ ქართული კომერციული ბანკები, რადგან ისინი ემორჩილებიან ბრიტანულ სანქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანია იმედი და პოზიტივი ვერ განახორციელებენ ვერც გადაარიცხვებს, ვერც თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩარიცხვას და ვერც სხვა საბანკო ოპერაციებს, მანამ სანამ იქნებიან სანქციების რეჟიმში. რატომ აკეთებენ ამას ბანკები? პირველ რიგში იმის გამო, რომ მათ საერთაშორისო პარტნიორებთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ვიზასთან, მასტერკარდთან, ასევე შუამავალ ბანკებთან, რომ ისინი არ უნდა მოემსახურონ სანქცირებულ პირებს და თუ ისინი მოემსახურებიან, შესაძლებელია თავად აღმოჩნდნენ სანქცირების მსხვერპლი. თავისთავად არც ერთი ქართული ბანკი აქამდე არ წასულა და არც წავა ამ ხელა რისკზე, რომ საფრთხის ქვეშ დააყენოს მისი არსებობა. ანუ რა გამოდის, რომ რეკლამასაც ვეღარ განათავსებენ ბიზნესები იმედზე? გართულდება მინიმუმ მით უმეტეს სამი ქართული კომპანია, ორი დიდი ბანკი და კომპანია Georgia Capital იუაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ნიშნავს, რომ სანქციების რეჟიმს ისინი აუცილებლად უნდა დაემორჩილონ და Georgia Capital-ი არის საკმაოდ მსხვილი ქართული საინვესტიციო ფონდი, რომლის ქვეშაც არის ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდი. ეს არის GPC, Pharmadepo, Evex-i, M-Quadrat-i და სხვა ბევრი კომპანია, რომლებსაც თავისთავად ეკრძალებათ იმედთან და პოზიტივისთან ნებისმიერი იურიდიული და ეკონომიკური ურთიერთობა. და იცი კიდე რა მაინტერესებს?